განათლების სისტემისაგან იზოლაციის მცდელობას სწორედ ასე აფასებენ პროფესორები იმ რეფორმას ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულს, რომელსაც გაცნობისთანავე სტუდენტებმა და პროფესორ მასწავლებლებმა უწოდეს დეფორმა. ეს რეფორმა მოიცავს არაერთ ცვლილებას, არის 7 პუნქტიანი და ეხება როგორც უმაღლეს სასწავლებლებს, აგრეთვე სკოლებსაც, თუმცა განსაკუთრებული ხმაური ბოლო პერიოდის განმავლობაში გვესმის სწორედ პროფესორებისა და სტუდენტებისაგან, რადგან ყველაზე დიდ დაარტყმას სწორედ უნივერსიტეტები მიიღებენ. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ დაანონსა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომ სწავლა გახდება უფასო. ამ ყველაფერს მოყვა ქართული ოცნების თავმომწონე კომენტარები, მათ შორის იმ თვალსაზრისით, თითქოს ქართული ოცნება არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი და გაუმარტივა ფინანსური თვალსაზრისით ყოფა სტუდენტებსა და მათ მშობლებს, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა ძალიან სერიოზული რისკები ჩანს და იმალება, მათ შორის პროფესორები და განათლების ექსპერტები გვიხსნიან, რომ ეს ყველაფერი მოხდება პროფესორების მაღალკვალიფიციური კადრების შტატების შეკვეცის ხარჯზე და გარდა ამისა, თუ კი ახლა ბევრი სტუდენტი არის, ბევრი აბიტურიენტს აქვს იმის საშუალება, რომ გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა. ამ რეფორმის განხორციელების შემდგომ უკვე გაცილებით რთულად იქნება საქმე, რადგან ადგილები იქნება ბევრად უფრო ცოტა. გარდა ამისა, არსებობს რისკები იმასთან დაკავშირებითაც, რომ მოხდეს გაშლა სხვადასხვა ფაკულტეტების და მაგალითად თითო ქალაქში იყოს თითო ფაკულტეტი, როგორც ამას ქართული ოცნება გვპირდება. რეფორმა მოიცავს საკმაოდ ბევრ ასპექტს და ყველა ასპექტთან მიმართებით განათლების სფეროს წარმომადგენლები, აკადემიურ სფეროში მოღვაწე ადამიანები ამბობენ, რომ ყოველი მათგანი ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, ამიტომ მათ უკვე დაანონსეს ბრძოლა ამ როგორც თავად უწოდებენ დეფორმის წინააღმდეგ და ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას არც ერთ შემთხვევით არაფრის გამო არ მისცემენ ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანის საშუალებას, რადგან მათი განმარტებით თუ კი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილის გუნდმა სისრულეში მოიყვანა, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად ქართულ განათლების სისტემას ისეთი ზიანი მიადგება, რომლის გამოსწორებასაც ძალიან ბევრი წელი დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში უფასო იქნება სწავლება, როდესაც ფაკულტეტების რაოდენობა, ადგილების რაოდენობა მცირდება, როდესაც რეგიონული უმაღლესები უკვე აღარ მიიღებენ ფაქტობრივად არც ერთი მიმართულებით გარდა პედაგოგიურისა და აგრომიმართულებისა სტუდენტებს, ეს ნიშნავს, რომ პირიქით ჩვენ ხელმისაწვდომობას ვამცირებთ და ის თქვათ, როდესაც ლაპარაკი იყო, რომ კონცენტრაცია თბილისში ხდებაო, პირიქით კონცენტრაციას თბილისისაკენ ვუწყობთ ხელს, იმიტომ რომ იქ ადგილზე სასწავლო შესაძლებლობა ახალგაზრდებს არ ექნებათ. არის გარკვეული პოლიტიკური შეზღუდვები და ცენზურის დაწესების მცდელობა, როგორიც არის მაგალითად სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფაკულტეტების ჩამონათვალის ბაზართან მიბმა პროფესიების იმას, რასაც პოლიტიკოსები ახსენებენ ძალიან ხშირად, ეს არის დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე მოთხოვნა. მაგალითად ვოლსკიმ განაცხადა, რომ შუშიც და მინის ბერავები უნდა იყვნენ ქართველი ახალგაზრდები. სახელმწიფო თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომ პროგრამები თურმე უნდა იყოს 3 წლიანი და ფორმალურ განათლებას აკლებს ამ 1 წელიწადს. ეს ნიშნავს, რომ მაინორ პროგრამები, ანუ მეორე პროფესია, რომელსაც უმაღლესი დამთავრების შემდეგ დიპლომში ეწერება ახალგაზრდა, იმის შესაძლებლობაც არ ექნება. რეფორმა, რომელშიც არ მიუღია მონაწილეობა აკადემიური სფეროს და განათლების არც ერთ სპეციალისტს, როგორ შეიძლება ზოგადად, თეორიულადაც კი დაუშვათ, რომ რაღაც დადებითი შედეგის მომტანი იყოს. ეს წარმოუდგენელია. ხო, ეს იგივეა, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლობა, რომ მოინდომენ, რომ ვიღაცას გაუკეთონ ოპერაცია და დაამტკიცონ, რომ ჩვენ ამას წარმატებით ჩავატარებთ. იმ სკოლების შექმნას, რაც ჩვენთან დღეს მოქმედებს და რაც წარმატებულია, ვთქვათ, რამოდენიმე სტრუქტურა დაუშვათ, ვთქვათ, მათემატიკური სფერო, ან ფსიქოლოგია, ვთქვათ, ქართული, რაცაც აი ასეთი ისა აქვს, ასე ვთქვათ, რა პრესტიჟულია და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აი მსოფლიო დონეზე, ვთქვათ, ჩვენ გარკვეულ რაღაც იმას წარმოვადგენთ, ხო, მათთვის შეიძლება ეს სასიკვდილო დარტყმა აღმოჩნდეს. ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომელიც უკვე იწოდება როგორც დეფორმა, უკვე უწოდეს მათ შორის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ქართული განათლების სისტემის როინ მეტრეველიზაციის მცდელობა მათ არაერთ გზის განგვემარტეს, რომ თუკი ქართული ოცნება შეძლებს და განახორციელებს საკუთარ მიზნებს ამ მიმართულებით, უკვე ძალიან მძიმე ზიანი მიადგება ქართულ განათლების სისტემას. მაგალითად, კორუფციის, ნეპოტიზმის რისკები იზრდება ამ შემთხვევაში, ასევე მთავარ აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ მათი სურვილია გააჩუმონ ჩაახშონ კრიტიკა
პოლიტიკური ხმა უნივერსიტეტებში, ის სტუდენტები, რომლებიც გამოდიან ყოველდღიურად დედაქალაქის მთავარ გამზირზე და აპროტესტებენ იმ ყველაფერსაც დედაქალაქსა და საქართველოში ხდება, გაგზავნონ სურთ რომ გაუშვან და გაგზავნონ რეგიონებში და ამით ჩაახშონ ასევე პროტესტი და რაც ყველაზე მთავარია მათი განმარტებით ამ ყველაფრით ცდილობს ქართული ოცნება რომ დაიქვემდებაროს ბოლო ნათელი წერტილი უნივერსიტეტების სახით და ასევე ხაზსაც უსვამენ იმას რომ ეს განათლების სისტემა რომელიც ახლა არის საქართველოში ძალიან დიდი შრომის შედეგად გაუმჯობესდა და განვითარდა. თუ კი ეს ყველაფერი ისე მოხდება, ისე განვითარდება მოვლენები როგორც ქართულ ოცნებას სურს, შეუქცევადი ზიანი მიადგება ქართულ განათლების სისტემას, ის მკვეთრად დაშორდება ევროპას და დაიმსგავსება საბჭოურ მოდელს, რაც ნამდვილად არ სურთ ამ ადამიანებს, ამიტომ ისინი გარდა შეშფოთებისა, ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ, ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შეხვედრები და მსჯელობენ, ცდილობენ რომ ეს ვითარება საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმჯობესონ და გამოასწორონ.